მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და რა თავარია ღმერთი იყოს ჩვენთან. ჩვენ ვიქნებით ღმერთთან, ის იქნება ჩვენთან და ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა. ჩვენ ისე და ისე ლოს-ანჯელესში ვართ, ალბათ მიხვდით, თავის საცობებიდან გამომდინარე. ახლა დილი 7 საათზე მაქვს დელივერი და ასე 5:09-ზე გამოვედი. 14-იანი გზა არის მძღოლებმა იციან, იმ მხრიდან მოდივა და 20 მაილი დამჩა მისასვლელამდე და ესე მოვჩანჩალებ. ეს არის ჩვენი ძღოლური ცხოვრება. რაც არის ეგ არის. მოდი დავიწყოთ. მინდოდა რომ გათენებულიყო. ცოტა ყურადღება და კონცენტრაციით მინდა ვილაპარაკო, ასე ვთქვათ. მობილიზებურად, მაგრამ რა სიზავ. ვერ ვითმე, მოთმენაზეც არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ დღეს სამშაბათია. და სანამ გათენდება და სანამ ადგილამდე მივალ, ალბათ დროც გავა და სამშაბათიც გავა და თქვენც მიხვდით, ჩვენ როგორც ტრადიციულად სამშაბათს უკვე განვიხილოთ პოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში, საქართველოში, ჩვენებურად, ჩვენი გაგებით, ჩვენი ხედვით და იმ პოზიციიდან, რომ ძნულად შევხედოთ ყველაფერს და არ ვიზარალოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. სანამ განვიხილავ ამ პოლიტიკურ მდგომარეობას, მეგობრებო, მაინც მინდა ძირითადი ხაზს გაუშვა ჩვენი ლაპარაკი და ჩვენი ცნობიერების. სამწუხაროდ რეალურად ბევრი ადამიანი გაიგებს, მაგრამ ბევრიც ვერ გაიგებს. აი, ბევრჯერ მაქვს ეს დალაპარაკები და არ მინდა ეს ახლა სულ თითქოს ერთი და იგივეს ლაპარაკობ სულ ამაზე, მაგრამ რა სიზავ, ეს ჩვენი მოცემულობაა და ჩვენი რეალობა. ყველას გაგვიგია ასეთი ქრისტეს ნათქვამი, ერთ როყაში რომ გაგარტყავენო, მეორე მიუშვირეო. და აქედან ცინიკოსები, აბა მესამეჯერ რომ გაგარტყავენ რა უნდა ქნა, ხო ხტებით? ამ თემაზე ჩვენ მერე სულ ფაქტობრივად მაგაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მაინც მოკლედ ვიტყვი, რომ ძალადობით საქმე არ კეთდება. ამას ვინც გაიაზრებს და მე მიხარია რომ ეს თავის დროზე გავიაზრე და რა ცხოვრება გადის და რასაც უყურებთ, ეს რეალურად ჩანს. ამ თემაზე ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მაგალითებიდან ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკეთ, ფაქტობრივად ადამიანის ცხოვრებაც მაგაზია დამყარებული. რა არის ეს ისეთი ფორმულაა, რომ ადამიანი გავიდეს შედეგზე და იყოს ბედნიერი. და ფორმულა მერტმა გითხრა, თვითონ უფალმა იოსე ქრისტემ გითხრა ეს ყველაფერი, მაგრამ არც ყოფი ცხოვრებაში, არც რეალობაში ატომაც ადამიანებს ეს ავიწყდება. კარგი, მე ჩემი სათქმელი თქვი და წეღანად თქვი, ამას მე განვავრცობ. გადავიდეთ პოლიტიკაზე. მეგობრებო, იცით რომ მე ფაქტობრივად რას ვაკეთებ მთელი დღე მანქანაში ვზივარ და უსმენ და ყველა მხარეს უსმენ, ეს არაერთხელ განმეცხადებია. რა ხდება? ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ბომბავენ ამ ირანს. იქიდან ირანი პასუხობდა ამერიკულ ობიექტებს და ყურიც ქვეყნებს ბომბავს. ის ყურე გადაკეტა და ერთ სიტყვით დაძაბული სიტუაცია და წყვილი მართალი რა არის? ერთს მოусმენ ისრაელისა და ამერიკის საინფორმაციო, ტრამპს და ფოქსის მიმდევრებს, რომლებიც მომხრეები არიან ამ ომის და ამის უკვე თითქმის გაიმარჯვეს, მეორე მხარეს უსმენ. ისინი იცავენ თავს და ერთ სიტყვით არის ერთდები დომხალი. უბრალოდ იცით რა არის, ჩვენთან როგორ არის ხო პოლიტიკურ, აი მე იმის მხარესა ვარ, ამის მხარესა ვარ და გუნახდიათ გითხრათ, აი ხლა მე რო დისკუსიებში შედივარ, ამ ომს და ამ ყველაფერს უყურებენ როგორც ფეხბურთის თამაშს და იძახიან, მე ამის მომხრე ვარ, მე იმის მომხრე ვარ და ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის იცით მეგობრებო, რომ აი რო ვილაპარაკები ადამიანებს, პირდაპირ ბევრი იძახის, რომ მე მომხრე ვარ იმისა, რასაც ამერიკა აკეთებს
იმიტომ ტერორისტ და ის უნდა განადგურდეს და წეღანაც რა ვთქვი, ძალით უნდა ეს ძალით გადაჭრა უჭერენ მხარს, ანუ ომს უჭერენ მხარს და სულ ავიწყდებათ ის ცნება, რითაც მე დავიწყე. აქაც ბევრი ადამიანი ვერ გამიგებს და დარწმუნება ამაზე დამიწყებენ უკვე კომენტარების სახით წინააღმდეგობას, მაგრამ რას იზამთ, ჩვენ ვაჩვენოთ ის, რაც არის, როგორც არის და გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს. ეხლა წეღანაც ვამბობდი, რომ ტყუილ მართარის კორიანტელში ვართ. ამას რომ ვამბობ ხოლმე, ძალიან ბევრს წკინს, ატომა წკინს იმ მომხრეებს, ვინც ამ ძალადობას ხარს უჭერენ და ტყუილზე რომ ვამახვილებ ყურადღებას, მე უკვე ესეც აღიზიანებ და ატომაც სასურველი გონიათ რეალობა, მაგრამ ის სასურველი არ არის რეალობა. და აი მოდი გადავიდეთ თუნდაც ახლა ის ისრაელის და ებრაელების ტელევიზიას რო უსმენ, აი გაგიჟდები რა, ისეთ რაღაცებს ამბობენ, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ, მაგრამ აი მოხოთ აი თუნდაც ტრამპი გაიცახი, ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს გავანადგურეთ, ის გავანადგურეთ. მე ფაქტებს რო დაუდებენ, არ ვიცი ეს იმის ბრალია, ეს ამის ბრალია. მე ამას ხაერიდან კი არ ვიცახ. აი თუნდაც აი მაგალითად ტყუილი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი. მოგეხსენებათ დაიბომბა სკოლა, სადაც 170 ბავშვი დაიღუპა გოგონები. პირველ დღეს ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ ეს გონი არ ვიციო, შეგვეშალაო, სამხედრო ობიექტი იყო და ალბათ სამხედროებსო შეეშალოთ. მეორე დღეს გამოდის, იძახის, რომ არა, მეორე დღეს მე ჟურნალისტება, ხო, მეორე დღეს გამოდის და იძახის, რომ ეს სკოლაო თვითონ ირანელებმა ააფეთქესო. მე ჟურნალისტმა კითხა, როგორ ტომაჰავკები იყო იქაო და არა, კაცო, ტომაჰავკებიო იყიდება ჩვეულებრივათო და ეწყობა ირანელებმაო შეიძინესო და გამოიყენესო. და ამ დროს ტომაჰავკები მარტო ამერიკასაა და ესე იგი აი ბაზაში აი როგორ იმას იძახის, ხო? და მე მეოთხე დღეს გამოდის და იძახის, არაო იქო სამხედროებიო, სამხედრო ტაქტიკიდან გამომდინარე, ხა მე ბევრ რაღაცაში ვერ ყვევიო და ეს უფრო სამხედროებსო კითხეთო. აი წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე საკითხზე ამხელა ქვეყნის take the exit on the right to trucks that keep left. ამხელა პრეზიდენტი აი უკვე რაღაც 2-3 დღეში აი ერთ საკითხზე გაიგე ახლა რა არის აქ მართალი, როგორ არის მართალი და რომელიც ეს ყველაფერი იწვევს. როგორ გითხრათ, სასაცილო ახლა როგორ უნდა თქვა სასაცილო, მაგრამ ადამიანები უყურებიან და ამას ახლა რომელი ადამიანი ან რომელი ქვეყანა ან თავმოყარე ქვეყანა ამას დაივიწყებს, ხო? გამიგეთ ახლა პატარა ბავშვები რომ დაიღუპება. მე მიდის ასეთი საუბარი, ომია, ხო, კიდე გამოვიდა და თქვა ომიაო და ომში ყველაფერი ხდება. აი ეს უკვე სიმართლეა. ომში უკვე ომი რომ მიდის, ეს ნამდვილია. ქალიც იღუპება, ბავშვიც იღუპება, მოხუციც იღუპება და როგორი ის არის, ხო? ისეთი წარმოიდგინეთ, თუ ომია, ომი უნდა იყოს, ხო? თუ არ არის, ესე იგი ვერ გავიგე, წესებით უნდა იომო, როცა ომი არის განადგურებაზე, მაგრამ იქ თურმე ეს არ უნდა გააკეთო, ის არ უნდა გააკეთო და რისკენ მიყავს საუბარი, რომ აი დომხალია რა, ყველაფერს თავისი სახელი არ ერქმევა. მოდი ცოტა გაიხსნა გზა და გავაგრძელოთ საუბარი, ცოტა აქ არ შემაშია რუსეთი ეს გზა. 2 left lanes. აქ ცოტა ძალიან ისეთი კონკრეტული დაღმართია და მოდი მე ცოტა ხანში გავაგრძელო საუბარს, იმიტომ რომ ძალიან სიგნელია და ორმოებიანი გზა არის დახტის ეს მანქანა და მეგობრებო ცოტა ხანით შევწყვიტოთ საუბარი და მერე გავაგრძელოთ ცოტა ნორმალურ სიტუაციაში. ძალიან ცუდი გზა არის და დახტის ეს მანქანა აქეთ
ჯორჯ არავიშო ცოტა დაგჭა ცოტა და აი 7 მაისში გავჩერდებით რა. აი ცოტა შედარებით ნორმალურ გზაზე გამოვედით. არავიშო მოდი 4 მაილი დაგჭა და იქ გავჩერდები და წნარად ვილაპარაკ. On the right to Roscoe Boulevard. მაგარ დომხარში მოვედი, იქიდან იყო შესასვლელი, იქ არ შეიძლებაო და აქ უნდა შემოხვიდო სადღაც. ცოტა გადავჭრათ ეს პრობლემა და მე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. რა შევიდეთ, რა უბედურება ეს რა. აქ სულ მანქანები ალბათ ისევ წრე უნდა დავარო, ხა? ალბათ აქ. აგერ არის შესასვლელი, ხო, კიდე კაი. აი ზოგჯერ ასე ხდება ხოლმე და აი ცოტა გავიდეთ აქა და 7 საათზე მაგ ცოტა ადრე კი ვარ მოსული და კითხავ. საათი და ადრე მოვედი და მიმიღე ალბათ არა. Stop. Do not cut your seal of აქუნა მოვიდე და იქ ალბათ რაღაც დაცვა თუ რაღაცა. Bush. აი, გავჩერდებით. Twitterზეა ყველაფერი ალბათ. Please 10 of 10 engine. აი მეგობრებო, ახლა პოლიტიკას დავიწყო დაპარაკე, მე ამას ცოტა ხანი გავჩერდები და აი ეს უნდა ჩავიცვა და მივხედოთ მე რაღაცები. ეხლა ვისაც წვიმანები უყვარს და ზოგი ასეთი რაღაცები ძალიან საინტერესო მომენტებში ვიყავით. სულ არ აინტერესებს ზოგიერთ ადამიანს ეს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან დავიწყეთ პოლიტიკაზე საუბარი, ნუ შემდეგში გადავიღოთ ეს წვიმანები. მაინც როიწყებ ადამიანებს დასაწყის როიწყებ უნდა დაამთავრო. ნუ მაპატიეთ შემდეგში საინტერესო იყოს უ კომპიუტერზეა ყველაფერი და ნუ არავშეს. მოდი ხა გავაკეთოთ ეს ამბები და გავაგზავნოთ ჩვენი საქმე. ისინი გადავწიეთ და წავიდეთ იმაში, დოქტორ. გავაყენეთ როგორც იქნა დავტყანდი და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ეხლა ვიცი რომ ჩვენ მეგობრებს არ უნდათ ხოლმე ამ პოლიტიკას საუბარი ურჩევნიათ ამ ძღოლური და სხვა ამბებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეთქოს არა აკაკო ეშენი პოლიტიკა შენი საქმე. მე პოლიტიკაზე არ საუბრობ, მე საუბრობ სიტუაციაზე და მიმდინარეობაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება და პოლიტიკის გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ ამ გარემოში ტრიალებ და ბოლოს ერთი დღე გვაქვს, ერთი დღე ჩვენ იმ მეგობრებს და ფოლოვერებს ვინ ჩვენ გვიყურეთ და ვისაც აინტერესებს სხვა ამბები, ძღოლური, ლაითური სხვა ამბები და პოლიტიკის დანახვა არ უნდათ, მაგრამ არ გამოვა და ბოლოს ერთი დღე გვაქვს, ერთი დღე, სამშაბათი დღე, სადაც პოლიტიკაზე და პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობთ. ხო, რაზე შევწყვიტეთ საუბარი? ტყუილ მართაზე, ხო? განვიხილეთ ასე თუ ისე ტრამპის გამონათქვამები. ეხლა გადავიდეთ ირანის მხარეს და იქით მხარე რას ლაპარაკობს? კი, ამბობენ რომ იბომბება, მართლა იბომბება მთელი ირანი, ბევრი რაღაცა დაზიანდა, მაგრამ მოგეხსენებათ ირანში მიწისქვეშა ბევრი რაღაცები გაკეთებული და ფაქტურად დაუცველია. თვითონ ტრამპიც იძახის რომ დასამბობი არაფერი არ აქვს, იმიტომ ყველაფერი მიწისქვეშა. მაგრამ ნუ ირანი და აქეთ მხარე იძახის რომ ისინი ბომბავენ ყველა ამერიკულ ბაზას, რომელიც ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე, ბაჰრეინი, კუვეითი ანადგურებენ სამხედრო ბაზებს. გადაკეტეს ის ყურე, საიდანაც მთელი ნავთობმოძრაობის 20%, 30% მათ ყურეში გადის და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, რამაც წარმოქმნა ნავთობზე და ნავთობის პროდუქტებზე ფასების აწევა. ეს უკვე ურტყავს მსოფლიო ეკონომიკას.
გადაკეტვაც არ არის ირანი ამბობს რომ გაუშვებ იმ გემებს რომლებიც ამერიკის და არა რომელიც ამერიკისა და ისრაელის მომხრეები არ არიან. კი უშვებენ იქ რაღაც ჩინეთის და სხვადასხვა ტანკერებს, მაგრამ სხვა ტანკერებს რომელიც ირანელები თვლიან რომ არიან მაგათი მტერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მაგათ არ უშვებენ, აფეთქებენ და საერთო ჯამში ძალიან ცუდი შედეგებით თავდება ეს ყველაფერი მიმდინარეობს და უკვე თვითონ აქ ამერიკაშიც უკვე ფასები იწევს თავისთავად უკვე საწვავებზე და იმაზე ფასები რო აიწევს ეს უკვე გადავა პროდუქტებზე და დიდი დომხალია. რომ მოусმინო ირანის მხარეს და მარჯვენა მხარეს ხედავთ რომ იმის მაგრიათ რომ რასაც უნდათ სიტყვაზე ხო ტრამპს უნდათ და ამერიკას და ისრაელს უნდათ ეგონათ რომ სულიერ ლიდერს მოკლავდნენ მოკლეს კიდევაც და სისტემა ჩამოინგრეოდა. ამ დროს მოხდა პირიქით ხალხი უფრო გაერთიანდა და თვითონ ირანელებიც უკვე ისეთი იმით არიან რომ კი ბომბები ხდებათ ინგრევა ბევრი რაღაცები მაგრამ სულს და ბრძოლის უნარიანობას არ დაკარქავენ და ეს იგრძნობა კიდევაც. მეორე გეგმა ამერიკელებს ჰქონდათ ის რომ ამ დაბომბვის შემდეგ გამოვიდოდა ხალხი და მთავრობა ჩამოაგდებდა. მაგრამ ესეც არ მოხდა. გამოდის ტრამპი და იძახის რომ ხალხო გამოდის, მაგრამ პირიქით. ერთი ის არის რომ საინტერესო რა არის იცით ამ ტრამპს ჩევლები არ აყავს, ისტორია არ იციან რომ მუსულმანური ქვეყნის ეს სხვა კატეგორია, თუნდაც ის მაგალითი რომ ავღანისტანში რა მოუვიდათ, ვიეტნამში რა მოუვიდათ. კი, შენ ეხლა არავინ არ ამბობს იმას, რომ ეხლა ამერიკა ძლიერი ქვეყანა და გადაბუგავს როგორც უნდა ირანს, ვარიანტი არ არის, მაგრამ ხალხს ვერ გატეხავს რა, ავიც მე ასე მგონია და ისტორიამაც ეს ხშირად გვაჩვენა, ბევრჯერ გვაჩვენა და უბრალოდ უნდა ჩატვე სიღრმისეულებში და რაღაც ეს ამერიკის და ისრაელის მთავრობა მაგას არ ითვალისწინებს. მე მეგობრებო, ეხლა იმას კი არ ვამბობ, ეხლა მე რაც ავთქვი, აი პროამერიკელები და პროიზრაელისტები რო არიან, მე მაგას კი არ მე ვამბობ იმას, რაც საინფორმაციო წყაროებში გვაჩვენებენ და უსმენთ. რასაც გვაჩვენებენ და უსმენთ, იმას ვამბობ. მე ჩემ პირადს არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რასაც ვგებულობთ. ეს ისრაელის და ამერიკის და ასე ვთქვათ, ამის მომხრეები იძახენ, აბა რა ვქნათ, ტერორისტები არ უნდა გავანადგუროთ? ეს სხვა საკითხია, ტერორისტები როგორ, მაგრამ აი მე დასაწყისში ვთქვი, რომ ძალით საქმე არ კეთდება, მაგრამ არ უნდათ ამ ადამიანების ამის გაგება, ამ მიმართულებას აწვევიან. საშინელი ომი, აი სასწაული, აი მე უყურეთ როგორ რაღაცა, აი ვისაც გახსოვთ ახლა მე ეს ბომბის დაცემა, აფეთქება ჩემ პირად ცხოვრებაში ზუსტად გადატანი, აი საშინელი რაღაცაა რა. აი როგორ გახსოვთ აი 2008 წელს რუსებმა რო ჩამოაგდეს ბომბი 31 ქარხნის გვერდზე და როგორ შეაზრზორა და ხალხი გაგიჟდა და აი ისიც რა იყო არაფერი ბომბა, პატარა თვითუნავის ბომბა ჩამოვარდა და როგორ შეაზრდა და ეხლა იქ რა ხდება, წარმოიდგინეთ, ესე იგი იმ დროს გამოვიდა ზელენსკი და თქვა ჩვენ რაც 4 წლის განმავლობაშიო გამოვიყენეთო რაკეტებიო ამერიკამ და ისრაელმაო გამოიყენაო რაღაც რამდენი 3 კვირა მიდის ომი, აი 3 კვირის განმავლობაში ესე იგი რა მასშტაბებია, წარმოიდგინეთ რა ფეთქებები მინდით და რა საშინელებაა, მაგრამ ისე უბრუნდები, ხო, ამხელა ძალა რომ მოგაწვება, გონია რომ გადაული, მაგრამ ამ დროს უყურებ ის არაბულ ტელევიზიებს, ირანულ ტელევიზიებს და აი საჩანს რომ ხალხი არ წყდება უყურეთ ისი თქმა მინდა ეს მოდის ეს რაკეტები, ბომბები მოდის და ხალხი დგას და ვიდეოთი უყურებს და თითქოს ერთობიან. იმის მაგრათო დაიმალო რაღაცა, აი ესეთი რაღაცა. ეს რისი მაჩვენებელია, რომ არ ვიცი, შეიძლება ვერ ფიქრობენ, არ ფიქრობენ, მაგრამ აი ეს არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ამ ხალხს ვერ გატეხავ რა. ვერ გატეხავ. ბომბე რამდენიც გინდა და აქედან გამომდინარე უკვე მიდის საუბარი, რომ ამ დაბომბვით და
ასეთი ოპერაციებით ირანს ვერ დაამხობ, საჭიროა ქვეითი ჯარი შეყვანა, მაგრამ იქიდან ირანელები იძახიან, მოდით, შემოდით ქვეითი ჯარი და მერე ვნახოთ ვინ ვისაო რა. ეს უკვე თქვენ თვითონ გამომიდიათ, მაგრამ ახლა აქ საკითხია მეორე ამერიკაში და აჩვენებენ რომ უკვე გამოდის ხალხი და უკვე სამხედროები და სპეციალისტები ვის გულისთვის და რის გულისთვის უნდა ვიომოთო და უნდა გავაგზავნოთ ქვეითი ჯარიო. ნუ ეხლა რო დაფიქრდე მართლა, ეხლა სად ამერიკა, სად ირანი? კი, ეხლა ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია რატომ, რისთვის უნდა ამერიკას გააკონტროლოს ნავთობის ის მიმართულება, სულაც არ აინტერესებს იმას რა მთავრობა იქნება, თუ დათანხმდა ირანი იმ პირობებზე, რასაც ამერიკა თხოვს, ყველანაირ მთავრობას მოითმენს. მაგრამ არ თანხდება ეს მთავრობა. საბოლოო ჯამში უნდა გავაკეთო და მარაზმია, ხო, დაფიქრდით, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი იძახის ისეთი უფროსი უნდა დადგეს ირანში, ვისაც მე მოვიწონებო და ეს ყველანაირ სამართლებრივ და იურიდიულ იმას არ ღვევს. პარადოქსია, ორმაგ და სამაგ თამაშობენ. გინა ლიბერალი და გინა პოლიტიკოსი ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, მეორეს ამბობენ, მესამეს ფიქრობენ. თუ სამართლებრივ და იურიდიულ კანონებს მისდევ, სოფლიოში დადგენილ კანონებს, რატო ვივიწყებ? ეხლა თუნდაც არიან ეხლა იმის მომხრეები, ეხლა რაც გააკეთა ტრამპა ვენესუელაში. არ მოეწონა, პრეზიდენტი მოიშორა და იგივე მთავრობა დატოვა. თავი ჭკუაზე დააყენა ისინი და ეხლა დაწყდა და ვენესუელაში და იგივე ეგონა რომ ირანში გააკეთებდა, მაგრამ საერთო ჯამში მართალია, შენ რა გინდა იქ შენ რაღაც ინტერესების გულში როგორც შენ გინდა, ესე იგი მე ძლიერი ვარ და გავაკეთებ, ვენესუელაში გამოვიდა, ირანში არ გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში რომ ამერიკა და ისრაელი არ იქცევიან სწორად, სულთა იურიდიულად სამართლებრივად, ეს ფაქტია. გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი. თუმცა ეხლა ისე ვიღაცა გამოხდებიან და იტყვიან, შენ ირანისტი ხარ, შენ იმას ხო, სხვათა შორის ჩემზე მე წინა პოლიტიკურის რო განვიხილეთ, ზოგიერთმა მითხრა რომ შენ იმას ლაპარაკობ, რასაც ლაპარაკობს რუსეთის ტელევიზია და რუსი ხარ. ეს რუსი ამაზე ცალკე ვილაპარაკე, კიდო ეს უკვე ჩვენი ამბავია, ეს ჩვენი ქართული ამბავი, მაგრამ ალბათ მე ქვემოთ მაგასაც განვიხილავ. ფაქტია რომ ამერიკას და არც ერთი პრეზიდენტი ასე პირდაპირ არ ამბობდა. მე გულისხმობ ამერიკის პრეზიდენტებს რაღაც თამაშის წესებს ინარჩუნებდნენ, კი, იმ თამაშის წესების უკან რა ქონდათ თავში ჩადებული და რა მიზნები ეს სხვა თემა ქონდათ, მაგრამ ასე ღიად, როგორც ეხა ტრამპი იძახეს, მე არ მაინტერესებს, მე ვარ აქა თემ სოფლიოში, არც გაირო მაინტერესებს, არც ევროპა მაინტერესებს, მე ვატარებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს და დიდი ღონიერი ბიჭის, ქუჩის ბიჭის ფსიქოლოგიით თამაშობს, მაგრამ ეს ავიწყდება რომ ეს ხო გიტლერიც მასე თამაშობდა, პუტინიც მასე თამაშობდა, პუტინიც იგივეს აკეთებს, ახლა ზოგი ვინც ახლა პუტინს რო ვახსენებ, ალბათ გაგიჟდებიან. პუტინმაც იგივე არ გააკეთა უკრაინასთან მიმართებით. ყველანაირი იმას გადააჭება, თუნდაც კრიმი რო აიღო, თუნდაც ომი რო დაიწყო. ახლა ტრამპა დაიწყო, მაგრამ უკვე რახან პუტინი რუსია, ის აშინელებაა და ტრამპზე როგორ შეიძლება ცუდი თქვა? ის ამერიკელია, ის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია. კი, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ პირდაპირ ამბობს ადამიანებს, რომ არ მაინტერესებს არც სამართალი, არც გაეროს დადგენილებები და არაფერი. მე ვარ მე. იგივე არ არის პუტინი, მე ვარ მე და შევიდა უკრაინაში. კი, შენ რაღაც შიში გაქვს, ისა გაქვს, რაღაც ის ნატო არ გინდა, იქ ის არ გინდა, ეს არ გინდა, მაგრამ შენ რა უფლება გაქვს, რომ შეხვიდე? მაგრამ უყურეთ, პუტინი ცუდია და ტრამპი კარგია. არ არის პარადოქსი? თორე ორივე ცუდია, როგორ შეიძლება? ჩემთვის ორივე ცუდია და საშინელია. იქე და იქე უბრუნდები, ძალით საქმე არ კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ ხო ასეთ ზოგადად ძალა აღმარცხნავს, ვერ ხნავს მეგობრებო. ძალა შეიძლება რაღაც მომენტში მოხნავს, მაგრამ მაინც ბოლოს გაჩერდება. ეს ამდენჯერ ისტორიაში გვინახია და არაფერი ახალი არ არის. ყველაფერი ძველი ერთი და იგივე მეორდება. ასე თუ ისე ეს ძალადობა გრძელდება და უკვე საშიში ტენდენციისკენ მივდივართ, რაზეც უკვე არა მარტო დავფიქრდებით, არამედ
უკვე ძალიან უკვე მისაღებია, ეხლა ფაქტობრივად ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს რო ვერ დაინახო, ეს საშიშროება ესეც შეუძლებელია. და რა საშიშროება? უკვე ისრაელმა განაცხადა, უკვე ხო მიდის ეს ბრძოლა და უკვე ხედავენ რომ ვერ ღუნავენ ამ ირანს და პიტაპი განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ატომური ბომბი გამოვიყენოთო. ეს რას ნიშნავს, მეგობრებო, რომ უკვე რახან თავიჭკუაზე ვერ აყენებენ ირანს და ირანის მთავრობა ვერ გადმოაყენებს, პირიქით უკვე შედეგს ვერ გადიან, უკვე მიდიან რადიკალურ მოქმედებაზე და პიტაპი ამბობენ, რომ არაა გამორიცხული, რომ ატომური ბომბიც გამოვიყენოთო. რაც თქვა რუსეთმა და წარმოიდგინეთ ამას რა მოყვება, უკვე სხვა ქვეყნებს, ვისაც აქვთ ეს ატომური ბომბი, უკვე მანთაც ამბიციები გაუჩნდებათ და ამ გაანალიზებიდან გამომდინარე, რა არ არიან ქვეყნები, რომლებიც თვითონ გააკეთებენ, თქვა იაპონია ატომურ ბომბს ვერ გააკეთებს, გერმანია ვერ გააკეთებს, რა ვიცი, ბევრი ძლიერი ქვეყანა ვერ გააკეთებს და წარმოიდგინეთ რისკენ მივდივართ, საითკენ მიდის კაცობრიობა და აქ უკვე მე არ მინდა ეხლა კი დასაფიქრებელია და დასაძაბებელია, მაგრამ თქვათ ეხლა გაგიჟდე, გადაერიო არა, იმიტომ აქაც სიბზნე უნდა ჩაერთოს და იმედია აი რასაც არმაგედონს ვიძახით, აი რა უნდათ ეხლა არმაგედონი დაარქვეს და ის რო არის, რა ქვია, ამ ოპერაციას დაარქვეს და დამოვიწყდა თიური ძალის მოსვლაო რა, აი წარმოიდგინეთ აჩვენეს კიდევ და უკვე სასაცილოც ხდება სახში ეს ტრამპი ზის და იქ რაღაცა სასულიერო პირი ვიღაც ხალი რაღაც ღთიულ და ბიბლიურ თემებზე ლაპარაკობს და თურმე ეს ბრძოლა და ეს მოქმედება, რასაც ამერიკა და ისრაელი აკეთებს, არის ღთიური ბრძოლა და არმაგედონი და ამზადებენ რა ვიცი ანტიქრისტეს მოსვლას თუ ქრისტეს მოსვლას, იქით ებრაელები მოშიას მოსვლას, ნუ აი დომხალია. აი წარმოიდგინე, ძალადობაზე გესაუბრებიან ღთიური წმინდა წერილიდან გამომდინარე და აი რამხელა მარაზმია და ამ მარაზმიდან გამომდინარე კაცობრიობა საითკენ მიდის. ვუიმე კიდევ ეხლა გამახსენდა, აი რაღაცა პრესკონფერენცია დღეს აჩვენეს. სხვათა შორის აქ ხშირად უსმენ ხოლმე რუსულად მიდის პოლიტიკის განხილვა, რა ქვია, დევიდსონ რადიო, აი ვინც ამერიკაში ცხოვრობდა, იქ რაღაც ჩაუტარებიათ რაღაცა პრესკონფერენცია რაღაცა და თურმე ის აკითხი, რომ აზერბაიჯანში ხო ჩამოვარდა ის რა ქვია იმას ბომბა ხო ჩამოვარდა და ეხლა მიდის ვინ ისროლა რუსეთმა, ირანმა, თურქეთმაც ეს ბევრი ვერსიები ჩამოთვალეს და ერთი პიროვნება გამოვიდა, არ ვიცი ეს ვილსონის მოადგილე თუ რაღაცა და სულაც არ არის როგორ თქვა, ესე იგი არ იქნება სიახლეო თუ ესო ჩვენ ქვეყნით ჩვენ ქვეყანასო ვისაც უნდაო ვითომო ევროკავშირში და მთავრობა ყავსო ასეთიო, რომელიცო დიქტატორი ივანიშვილის ექვემდებარებაო, ეჭვიარესო და მაგ ქვეყანამ ისროლა ბომბი აზერბაიჯანშიო. აი მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ რამხელა დომხა, აი რა არის ესა? აი რა მითხარით? სიმართლეა? ან საქართველოს რატო ისროდა, ან როგორ ისროდა, მაგრამ ვიღაცას აწყობს, ვიღაცა გიჟი გადარეული, რა ვიცი, რა ლოგიკაზე, რა იმაზე. აგე, ეხლა ხო შეიძლება ადამიანმა მოусმინოს, ზოგმა არც იცის საქართველოს სად არის, აზერბაიჯანი სად არის, მაგრამ იმ პრესკონფერენციაზე ვიღაცა ხო უსმენს და გებულობს, რომ თურმე აი არ ყოფილა ასეთი ქვეყანა საქართველოს, რომელმაც ესროლა, რა ქვია იმას, ბომბი აზერბაიჯანს. ამ დროს რო კითხო სად არის საქართველოს, შეიძლება ვერც გაჩვენოს და არც იცის. ეხლა მე რასაც ვამბობ, მეგობრებო, მე კი არ ვიგონებ. აი, მგონი ამ ვიდეოში იყო 2-3 თითქოს ვიმართლებ ჩემ თავს. თითქოს ვიგონებ, არ ვიგონებ, მეგობრებო, მოусმინოთ საინფორმაციო იმებს. ეხლა მე პოლიტიკოსი არა ვარ და რაღაც მომავალისთვის ვიღაც დისკუსიებში ეს ვაჩვენო. მე შემიძლია ეს მოვაგროვო და დისკუსიებში რო წამოვლენ და რო გეკამათებიან, დაუდებ ამ ფაქტს, ამ მაგალითს, მაგრამ ამ ვიდეოს და იმას რო დაუდებ, ამაზეც ზოგჯერ წინააღმდეგობა აქვს. სამწუხაროდ ასია. ნუ აქედან გამომდინარე ისევ გადავიდეთ ჩვენ ქართულ რეალობაში. სამწუხაროდ ეხა ქართველები ვარ და საქართველოზე თუ არ იზრუნე და არ იფიქრე,
არ იქნება მართალი და უბრალოდ რატო წამოვიწყე, რატო ჩვენ არხით პოლიტიკაზე, რატო წამოვიწყეთ საუბარი, რომ სამწუხაროდ აი რეალობად რაც არის მოცემულობა ადამიანებს ვერ გამოაქვთ დასკვნა. მე ადრეც ამაქვს ხშირად ნათქვამი, რომ ზოგჯერ დისკუსიაში რო შემოდის ადამიანი, გონია რომ ტელევიზორს უსმენ. იმიტომ რომ დადგება რაც მოусმინა ფორმულაში იმას იძახის, მეორე რაც მოусმინა იმედში იმას იძახის. და ხო შეიძლება ჩვენ ცოტა ტვინი შევადაროთ ერთმანეთს და რაღაცა რეალობა გამოვიტანოთ. ასია თუ ისია, ფაქტია რომ მიდის ომი, ხალხი იღუპება, მიდის მაგარი ქაოსი, დომხალი და ჩვენ რა უნდა ვქნათ? არაფერი ვიყოთ შვიდად, წყნარად და არა, შვიდად ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი უნდა როგორ გითხრათ რა, უნდა ვიყოთ აი ანალიტიკის და ანალიზის უნარი უნდა გქონდეს, რომ იმ გადამწყვეტ მომენტებში მით უმეტეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ხალხი ვართ 3 მილიონამდე მეტი ვინა ვართ, მაგრამ აი უაზრო რატომ აღიზიანებს? აი მაგალითად ხო, აი ეხლა მე რასაც ვიტყვი, ალბათ ბევრი მეტყვის, რომ აი შენ ხარ ოცნებისტიო. აი დედას ფიცა ვარ, ისე მომწონს, აი ხო არის დისკუსიები, ყოველ შაბათს იმართება. ოცნების ხალხი ეუბნება ოპოზიციის ხალხს. მოდით, ვისაუბროთ და მიდის დისკუსიები. მე მაგრამ მომწონს, იყო რა თქმა უნდა ყვირილები, იმიტომ ისიც იტყვის და მოусმინოთ. აი ოცნების შეცდომა მაგი იყო, რომ ეხლა მეც ბევრი რაღაცა ოცნებაში არ მომწონს. ეხლა ეს სხვა ამბავია. მომწონს, არ მომწონს, ეს გემოვნების ამბავია და ყველას თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს აი დისკუსიები რო წავიდა. შენი სიმართლე გაქვს, თქვა ოპოზიცია შენისა. დაჯეკე განვიხილოთ, მიდი საუბრებ და უკვე ჩვენ უბრალო ადამიანებს საშუალება გვეძლება შევაფასოთ. აი მაგაში მე ვეთანხმები ოცნების სიმართლეს, მაგრამ ეხლა როგორ ამბობენ ხოლმე, რომ არა ეხლა ეს სანქცირებული ტელევიზია, იქ მე არ მივალ, აქ არ მივალ. აბა სად მიხვალ, კაცო, ყვირილში მიხვალ, რუსთაველზე, აი ყვირილი, ამით გინდა საქმე გააკეთო. წადი, შენი აზრი გაქვს, ელაპარაკე მოწინააღმდეგე იმას, სხვა აზრის მომხრეს, სხვა აზრის მიმდევარს, სხვა მიმართულების და რა ვიცი, ამ ხრივ კიდე კაი ქართველები ადრე უნდა გაეკეთებინათ ამ ჩვენ თავრობას, ჩვენთან ახლა ზოგი იტყვის, აი ჩვენ თავრობას რო იძახი, შენ ოცნებისტი ხარ, ბიჭო, არა ვარ ოცნებისტი, მე ვარ საქართველოს ხარეს. ადამიანი, რომელიც ჩემ ყოველ მოქმედებას წმინდა წერიდან გამომდინარე ვიძახი და რა არის ახლა იმაში ცუდი თუ იქიდან გამომდინარე რომ სიმშვიდე და შფოთი არ მიდეს ჩემ გარშემო არ მინდა იყოს და მოვიწონო ის რომ ადამიანები ჯდებიან და ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. რა არის ამაში ცუდა? ამაში ვარ მე ოცნება, მაგრამ ვიცი აი მეცინება, მაგრამ თან წყდება გული რა. რავი, ამაში თუ ხედავენ ჩემ იმაში რომ მე ოცნების მომხრე ვარ, ძალიან ცდებია. მე ისე და ისე მე ვარ ჩემი ხალხის მომხრე და რაც კარგია, იმას ვიტყვი. რაც ცუდია, იმასაც ვიტყვი და იმასაც გავაკეთებ, რომ ამ შემთხვევაში ჩემ არხიდან გამომდინარე ხალხს ფიქრისა და დასკვნის გამოტანის საშუალება მიეცეს. ეგ მინდოდა თქვა, თორე რა ვქნათ ახლა პოლიტიკა, ვერ მოშორდები, ამ ხوار გაიქცევი, სად გაიქცევი, თვარეში გაიქცევი, თუ ან რატო გვეტყობა ჩვენის, რომ გამქცევები ვარ და სადმე წამსვლელები ვარ. ჩვენ ყველაფერს არავის არ გაუბივართ, ყველაფერს ვამბობთ, ყველაფერს ვაფიქსირებთ და ფიქრობთ. და სიმშვიდე და სიწყნარე გაძლევს ფიქრის საშუალებას. თუ არ იქნება სიმშვიდე, თუ იქნება შფოთი, თუ იქნება ღრიალი, რა სიმშვიდე და რა დასკვნა უნდა გამოიტანო. აი აქეთკენ არის ჩვენი მიმართულება და მე ისე და ისე ვუბრუნდები იმ ჩვენ დასაწყისში რო თქვი, ძალადობით საქმე არ კეთდება. მე ჩემ ცხოვრებაშიც ეს ბევრჯერ განმიცდია და ჩვენ ვიდეოშიც ამას მე განვარცხო და რეალობაში რასაც ხედავთ, ეს ასია. ძალადობით საქმე არ კეთდება. სიტყვებს რო ამბობ, რადგინდა კაცო ქრისტემ რო თქვა, ერთი ლოყამი თუ დაგაწყეცე, ერთ ლოყაში მეორე ლოყა მიუშვირეო და ამას ვერ გებულობენ ადამიანები და მე რო ვამბობ, ძალით საქმე არ კეთდება, მინდა სამწუხაროდ არის რაღაცა ადამიანები ვერ ფიქრობენ, ესე ზოგადად რო
ეუნები ამის გაანალიზება არ უნდა, გაზარმაცებულია და ალბათ მე ამას გავშიფრავ შემდეგ ვიდეოებში, რომ ძალით საქმე არ კეთდება და როგორ უნდა გააკეთო. სამწუხაროდ გამზადებული რეცეპტები უნდა თხოვნე რა. რავი, თანამედროვე ადამიანებს და ცოტა ტვინი რო გაანძრიო, ცოტა ენერგია რო დახარჯო, ეს არ უნდა. მაგრამ მე ისე და ისე სიყვარულით მეგობრობით ჩვენი არხი შეეცდება რომ ეს განავცოს და შედეგზე გავიდეთ. სიყვარულით, მეგობრობით, მაკაცობით, ურთიერთობით და სიმშვიდით. აი ეს იყო დღეს ჩვენი პოლიტიკური განხილვა და გავაგზავნოთ ჩვენი ამბები და ყოველ სამშაბათს შევეხებით ამ პოლიტიკურ თემებს და ჩვენ ცხოვრებას და გახსოვთ არა ჩვენ არხს ყოველთვის თავზე გახსნით ვიდეოს ყოველთვის კი აწერია ვიმოგზავნოთ ცხოვრებაში ერთად ვიმოგზავნოთ სიტყვაში სიყვარულში და ჩვენი ცხოვრების მთავარი დევიზი გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. კარგით აბა მეგობრებო დაგემშვიდობებით. წავედი ახლა ჩემ ამბებში. ლოს-ანჯელესში ვარ, ლოს-ანჯელესში როგორ არ მიყვარს ეს ლოს-ანჯელესი, მაგრამ რა ვქნათ. მაგზა არა გვაქვს, სხვა გზა, მთელი ტვირთები აქ შემოდის. ამერიკაში ლოს-ანჯელესშიდან შემოდის მთელი ტვირთები. გემშვიდობებით. იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.